მეტმა მეომარმა, 100-ზე მეტმა ტანკმა და ჯავშანმანქანამ, 50-ზე მეტმა საარტილერიო დანადგარმა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებამ. თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში იყო გამანადგურებელი თვითმფრინავების Su-25-ის 1 ესკადრილია და ვერტმფრენები. თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა ქვედანაყოფი 1200 მეომრით. ისინი ქალაქის ბრძოლებისა და გაკონტროლებისთვის სპეციალურად იყვნენ მომზადებულები. დასავლეთ საქართველოში ბაზაზე დარჩა სენაკის მეორე ბრიგადა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები კოდორის ხეობაში. ჩვენ ვიყავით რეაგირების რეჟიმში, ანუ პირველი ამოცანა ჩვენთვის იყო, რომ ის საცეცხლე წერტილები, რომელიც აქტიურად ამუშავებდნენ უკვე ჩვენ პოზიციებს, ასევე ქართულ სოფლებს, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ქართულ სოფლებს, მათი ჩახშობა უნდა მომხდარიყო, ეს იყო პირველადი ამოცანა. იმდენად რამდენადაც ყველა აი ასეთი საპასუხო სამხედრო მოქმედების პარალელურად განიხილებოდა საერთაშორისო ჩართულობის გააქტიურება, რასაც წერტილი უნდა დაესვა საომარი მოქმედებისთვის. მარცხენა ფლანგზე მოქმედება ევალებოდა მეოთხე ქვეით ბრიგადას, რომელსაც უნდა გაეთავისუფლებინა ალყაში მოქცეული ქართული სოფლები ავნევი და ნული. შემდეგ დაეკავებინა სოფელი ხეთაგუროვო და გადაეკეტა ძარის გზა. მარჯვენა ფლანგი მესამე ქვეითი ბრიგადის არეალი იყო. მას უნდა აეღო ფრისის მაღლობები, სოფელი დმენისი და რაც მთავარია თლიაყანის სტრატეგიული სიმაღლე. შედეგად ცხინვალი ალყაში მოექცეოდა და იქ წინააღმდეგობა ყოველგვარ აზრს დაკარგავდა. თლიაყანიდან ქართველთა საარტილერიო ჭურვები როკის გზაზე მომავალ მოწინააღმდეგეს უპრობლემოდ გაანადგურებდა. ბოლოს კი ცენტრალურ ცხინვალის მიმართულებაზე პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილები და გორის ჯავშან სატანკო ბატალიონი მოქმედებდა. სამხრეთ ოსეთის ჩრდილო-დასავლეთით ქართველებმა შექმნეს ორი მცირე დაჯგუფება, რომლებსაც სოფელი ყვაისა უნდა დაეკავებინათ და წარმატების შემთხვევაში გასულიყვნენ ჯავამდე, შემდეგ კი როკის გვირაბამდე. პირველი ფაზა ჩვენი გათვლებით სადღაც უნდა მორჩენილიყო ყველაზე მაქსიმუმ 12 საათში. იმიტომ რომ იმის ეჭვებისა და იმის გათვალისწინებისა, რომ შეიძლებოდა ჩვენ მეზობელს იგივე შემდეგ უკვე პოტენციურ მოწინააღმდეგეს რუსეთს გამოეყენებინა თავის შეიარაღებული ძალები და ისინი პირისპირ აღმოჩნდებოდი ჩვენ მათთან. ეს ისწრაფე საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენ ეს პოზიციები დაგვეკავებია. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა დაქსაქსული მოწინააღმდეგის დევნა და განეიტრალება. ახლა მთავარი იყო სწრაფად ემოქმედათ, რომ რუსების მთავარ ძალებს კონფლიქტში ჩართვა ვერ მოესწროთ. ოსი მეომრების რიცხვი დაახლოებით 3000 შეადგენდა. რუსეთისა და ჩრდილო-ოსეთის სამშვიდობო ბატალიონების რაოდენობა ერთად ოფიციალურად 1200 ჯარისკაცამდე ადიოდა. ცხინვალში შესვლის შემთხვევაში ისინი, რა თქმა უნდა, ქართულ შენაერთებს ცეცხლს გაუხსნიდნენ. ქართულ დაზვერვას არ ქონდა ზუსტი ინფორმაცია დამატებით რამდენი რუსი ჯარისკაცი და მოხალისე იყო შემოსული რეგიონში და რა რაოდენობის საარტილერიო დანადგარები და მძიმე ტექნიკა ჰყავდათ. რუსეთს კავკასიაში ყველაზე ბრძოლის უნარიანი და ჩეჩნეთის ომში გამოცდილი ქვედანაყოფები ყავდა განლაგებული. 58 არმიის პირადი შემადგენლობა დაახლოებით 70000 აღწევდა. მის არსენალში იყო 600 ტანკი, 2000 ჯავშანმანქანა, 125 ერთეული ქვემეხი და ნაღმთქორწნი, 190 ერთეული ზალპური ცეცხლის სისტემა გრადი და 450 საზენიტო დანადგარი. რაც შეეხება ავიაციას, ჩრდილო კავკასიაში იყო განთავსებული დაახლოებით 200 მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავი და 150 ვერტმფრენი. ამ არმიამ წვრთნები კავკას 2008 სწორედ ივლისის თვეში დაასრულა, სადაც საქართველო პოტენციურ მოწინააღმდეგედ იყო განხილული. და ეს სწავლების დასრულების შემდეგ ყაზარმებს არ დაუბრუნდა ამ არმიის ორი გაძლიერებული ბატალიონი. დაახლოებით 1500 მეომარი 2000 ტანკითა და საარტილერიო ქვედანაყოფით როკის გვირაბთან დაბანაკდა. სწორედ ამ ორმა ბატალიონმა ითამაშა მომავალში გადამწყვეტი როლი. ტექნიკურად რუსეთი ამ ომისთვის მზად იყო. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდებოდა წვრთნები, რომლებიც სწორედ სამშვიდობო კონტინგენტისთვის დახმარების აღმოჩენას იმიტირებდა. მოძრაობდნენ ჯარები, იყო
მომზადებული მარშის მარშრუტები. უშუალოდ 2008 წელს დანაყოფებში იდო მომზადებული პაკეტები ბრძანებებით. იმ შემთხვევისთვის, თუ დაიწყებოდა საბრძოლო მოქმედებები. 7 აგვისტოს ღამის 12-ის ნახევარზე მიხეილ სააკაშვილმა გენერალური შტაბის მეთაურს ზაზა გოგავას დაურეკა და სამხედრო მოქმედების დაწყება უბრძანა. ახლა ყველაფერი უკვე სამხედროებზე იყო დამოკიდებული. წელი. საქართველო ცდილობს რუსულ პოლიტიკურ სივრცეს თავი დააღწიოს და ევროატლანტიკურ თანამეგობრობას შეუერთდეს. 2008 წლის დეკემბერში ნატომ საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო პროგრამის მიცემის საკითხი უნდა განიხილოს. რუსეთს სწორედ დეკემბრამდე აქვს ვადა, რომ შეთანხმება ჩაშალოს. მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პროვოცირებას უკეთებს სეპარატისტულ მოძრაობას და ცდილობს საქართველოს ომში ჩაითრიოს, რათა რეგიონში სიტუაცია უკონტროლო გახდეს. 2008 წლის აგვისტოში ქართული სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ნაწილები შემოდიან. ოსი სეპარატისტების გამოყენებით ისინი ქართულ სოფლებს ალყაში აქცევენ და უმოწყალოდ ბომბავენ. ვითარების განმუხტვა პრაქტიკულად შეუძლებელია. იჭრებიან და იღუპებიან სამშვიდობო ძალების ჯარისკაცები. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ფიქრობს, რომ ქართულ მოსახლეობას მხოლოდ სამხედრო ჩარევით გადაარჩენს. და აი 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის 12-ის ნახევარზე სააკაშვილმა სამხედრო მოქმედების დაწყების ბრძანება გასცა. ქართულ ჯარს რუსული არმიის ძირითადი ნაწილების შემოსვლამდე ელვის სისწრაფით უნდა დაეკავებინა სტრატეგიული სიმაღლეები, გაეთავისუფლებინა ალყაში მოქცეული ქართული სოფლები, განედევნა მოწინააღმდეგე და აეღო ქალაქი ცხინვალი, წინააღმდეგობის მთავარი კერა. 12 საათში საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ფაზა უნდა დასრულებულიყო. ამ დროის განმავლობაში პოლიტიკურ გუნდს ყველა მოკავშირე ფეხზე უნდა დაეყენებინა, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ ღია აგრესია ვერ გაებედა. ბრძანებიდან ნახევარ საათში ქართულმა არტილერიამ მოწინააღმდეგის საცეცხლის წერტილების მიმართულებით გამანადგურებელი ცეცხლი გახსნა. ახლა თუ ჯარი დასახულ ამოცანას 12 საათში შეასრულებს, რუსები უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან. როგორც კი ქართულმა შენაერთებმა მოქმედება დაიწყეს, ცხინვალში მყოფი რუსული სამშვიდობო ძალები ისიერად ჩაებდნენ ბრძოლაში. Война? Фактически, да. Это объявлена война. Мне больше сказать пока нечего. Олег Миллионович, да, ваши дают координаты. Конечно, дают координаты, ебля. А как же ты думаешь, блядь? Вы хуярите, блядь, а вы что, молчать на эту хуйню всю вашу, блядь? ქართულმა წარმომადგენლმა სტრუქტურებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში. თუმცა ქართველების პირველი შეტევა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგის სრული პანიკა გამოიწვია. ქართული მხარე ზუსტად ბომბავდა იმ პოზიციებს, საიდანაც ცეცხლი მოდიოდა. ფლანგებმა მოქმედება სწრაფად დაიწყეს.
ამან კიდევ უფრო დააბნია ცხინვალში გამაგრებული მეომრები. ისინი